ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ პოდკასტს ეკონომიკა მოკლედ, სადაც მოგითხრობთ ეკონომიკის ისტორიას ძალიან მოკლედ და იმ ძირითად პრინციპებს, რაზეც დგას ურთიერთობები ადამიანებს და ქვეყნებს შორის, ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ ამ ეპიზოდში ვილაპარაკებთ ვაჭრობაზე, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენი მთხრობელი კი არის ჯიპას პროფესორი მამუკა მახათაძე და სანამ მივალთ საჯარო ფინანსების თანამედროვე განხილვამდე მნიშვნელოვანია რომ ვილაპარაკოთ ვაჭრობაზე, მის წარმოქმნაზე, როგორ გაჩნდა ეს და როგორ ჩაანაცვლა მან ესეთი პროაგრესიული ურთიერთობები, როგორ შეცვალა მოკლედ ომი მშვიდობამ და როგორ მიხვდნენ და ვინ მიხვდა საერთოდ პირველი რომ ვაჭრობა უკეთესია სიძლიერისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, გამდიდრებისთვის, რაც თავარია, უკეთესი ცხოვრებისთვის. ჩვენ ამიტომ გავაგრძელებთ ამ ეპიზოდს და ფოკუსს გავაკეთებთ იმაზე, რაც ეწოდება ვაჭრობა. ანუ გარკვეულწილად წინა ეპიზოდებში მამუკა ჩვენ ვილაპარაკეთ თუ როგორ დაიწყო ხო ბარტერი, გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ შემდეგ ამან მიიღო ესეთი ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხასიათი ქვეყნებს შორის და მან გააჩინა ახალი საჭიროებები. პირველ რიგში ჩვენ ასევე ვილაპარაკეთ ფულის წარმოშობაზე, პირველ რიგში თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ვაჭრობა, რა არის ის წესები, რითიც ვაჭრობა ხდება, გეოგრაფია რა როლს ასრულებს და ურთიერთობა ვინ აწესებს ამ წესებს და რამდენად სამართლიანია ის თავისი ბუნებით, ახლა ვაჭრობა შეიძლება სამართლიანი უნდა იყოს, ხო? მაგრამ ესე არ იყო ისტორიაში. ამიტომ დავიწყოთ თავიდან, ანუ როგორ გამოიგონეს ვაჭრობა? ნუ პირველ რიგში ჩვენ თქვით რომ წინა ეპიზოდი ისე დავასრულეთ რომ ფული რეალურად არის ნდობა, ურთიერთშეთანხმება და ფული ეფუძნება ნდობას და ურთიერთშეთანხმებას და შეგვიძლია ვთქვათ რომ ნდობის ტექნოლოგია. მეორე მხრივ ვის მიმართ არის ეს ნდობა, ხო? ჩემი ახლობლების, ჩემი სახელმწიფოს მიმართ, ხო? მაგრამ ვაჭრობა რატომ არის თქვათ ამასთან კავშირში? ფული როგორც ვთქვით, მოიგონეს იმისთვის, რომ ყოფილიყო უნივერსალური გაცვლის საშუალება, რომელმაც ბარტერი ჩაანაცვლა. და ვაჭრობა ბარტერის დროსაც იყო. მაგრამ ამ უბრალოდ გააქტიურა და რეალურად შექმნა საფუძვლიანად, ხო? იმიტომ რომ ადამიანები მიდიოდნენ, მოდიოდნენ, თქვათ, ვაჭრობდნენ ბარტერით, ანუ საქონელში ცვლდნენ, მაგრამ ვაჭრობა მწირი იყო. როდესაც გაჩნდა ფული, ეს იყო უნივერსალური გაცვლის საშუალება და ეს იყო ესპერანტო, ეს იყო უნივერსალური ენა. როდესაც მე ვთქვათ იგივე ვიღაცასთან, სხვა ჩინეთიდან წამოსულ ვაჭართან, სოუდაგართან, არ მჭირდებოდა სხვა რაღაცის გარჩევა, რა არის რამდენი რჩემიღვინო რა ღირს. თქვათ გაცვლითი ღირებულებებზე კამათი არ მჭირდებოდა, ხო? აი რაზეც ჩვენ წინა ეპიზოდში ვილაპარაკეთ. რა არის გაცვლითი ღირებულება ბარტერის დროს თითოეულის შემთხვევაში, თითოეული საქონლის შემთხვევაში და ამან შექმნა ვაჭრობა გააძლიერა, იმიტომ რომ ეს, ესე ვთქვათ, იყო უნივერსალური ენა, რომელზეც ყველა ადამიანი ლაპარაკობდა. იმიტომ ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს იყო უნივერსალური გაცვლის საშუალება. შესაბამისად, აღარ გვჭირდებოდა კამათი იმაზე თუ რა ღირს, ხო? და შეგვეძლო გადაგვეხადა ერთმანეთს არა საქონლით, არამედ ფულით. ამ უნივერსალურ ენას კიდევ მოყვა ერთი რაღაცა, რომ დაახლოებით რაღაც მესამე-მეოთხე საუკუნეში პირველები ჩინელები მიხვდნენ ჩინეთის იმპერიაში, რომ ომებს და ურთიერთწართმევასთან შედარებით ვაჭრობა უკეთესია. რადგანაც უფრო გრძელვადიანია და საბოლოო ჯამში გარკვეულწილად უპირატესობას აძლევს ორივე მხარეს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ თქვათ ის უკეთესია თვითონ ყაჩაღობაზე და წართმევაზე, იმიტომ ერთჯერად და წართმევა და ყაჩაღობა შეიძლება უკეთესიც არის, იმიტომ რომ ქონებას ერთად და უცებ მოიპოვებ. მაგრამ აქ იყო ფილოსოფიური შეხედულებაც, ხო? ჩვენ გვილაპარაკია ადრე მაგაზეც, ხო, რომ არის ორი შეხედულება, შავ-თეთრი, ანუ 0-3 game, ხო, ნულოვანი ჯამის მიდგომა და იყო მიდგომა, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ ინის და იანის ფილოსოფია, რომელიც გვეუბნება, რომ არ არსებობს პირდაპირ შავი და არ არსებობს პირდაპირ თეთრი, ეს მკვეთრი განსხვავებები არ არსებობს და
ის უყურებს სამყაროს როგორც ბალანს ამ ორი ფერისას და რადგან უყურებდა როგორც ბალანს, მან ჩათვალა, რომ სხვისი კარგად ყოფნა მას უკეთეს პირობებს თავაზობდა, ვიდრე მომავალში, ვიდრე ვთქვათ, ვიღაცის დაყაჩაღება. შესაბამისად, დაინახა, რომ ორივე სარგებელი ორივესთვის მისაღები შეიძლება ყოფილიყო და ხანგრძლივადიან ურთიერთობებს აყალიბებდა. შესაბამისად, მათ ჩამოაყალიბეს ვაჭრობა როგორც ყველაზე ოპტიმისტური ხედვა ეკონომიკისა. როცა თქვათ მხარეები ვაჭრობის საშუალებით ერთმანეთს კვებავენ, აძლიერებენ და უზრუნველყოფენ აი ამ მუდმივად მოძრავ ციკლს. როდესაც შენ იმას იღებ, რაც არ აქვს, სხვას აძლევ და შესაბამისად სხვაზე მიცემული რესურსი ნიშნავს, რომ ის აგრძელებს იმ პროდუქციის წარმოებას, რაც შენ გჭირდება და ეს სიმბოლოს ამ ინდაიანის ამას კარგად გამოხატავს. და აღმოსავლური ცნობიერება პრინციპში ამას დაეპყრო. განსხვავებით დასავლურისგან, რომლის სადაც რაც ჩვენ გვაქვს რეკვიზიტად, მთავარი თამაში გახდა მონოპოლია, ხო? პირიქით დაიპყარი მეტი რესურსი და მოაქცია ყველაფერი რაღაცნაირად ერთ სტრუქტურაში. იმპერიული აზროვნება ეს. გარკვეული რაციონალიზმი ხო თქვით, წეღანაც თქვი, ამაში არის, რადგანაც თქვათ, უცებ გამდიდრებას ანუ ადამიანი, რომელიც თქვათ, საუკუნის განმავლობაში აგროვებდა მთელი ოჯახი, მთელი სახელმწიფო ოქროს ქონებას, ვაჭრობით და ასე შემდეგ, სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით შეგიძლია ერთ დღეს დაეცე თავზე და უცებ გამდიდრდე, ანუ წამოიღო ის ყველაფერი, რაც ხო, ანუ ეს ლოგიკა არსებობდა და სამწუხაროდ დღესაც მუშაობს. ისე შენ ახსენე ხარ, ხო, ბარტერის თავისებური ვაჭრობა იყო, მაგრამ ანუ რო განვასხვაოთ, ერთი არის ორი მხარე, რომელსაც გააჩნია ორივეს გარკვეული რაღაცა საქონელი, და ერთმანეთში ცვლიან პირდაპირ უშუალოდ და წინაზეც ვახსენეთ, რომ გეოგრაფიულად ეს ნიშნავს ბევრად რაღაც პატარა არეალში, ხო? მაგრამ აი ვაჭრობა უკვე როგორც შუალედური რგოლი იქმნება რაღაცა ახალი, აი ამ ჯაჭვში ახალი რგოლი, სადაც საქონელი სხვისია, სხვა მხარეების და შუაში ჩდება დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც ვაჭრობს სხვის მიერ წარმოებულ საქონელს ცვლის საერთოდ ასევე სხვის მიერ წარმოებულ საქონელში და იქმნება უკვე ერთგვარი ქსელი, სადაც არსებობს ძალა და ეს თანდათანობით მოუყვებით ალბათ როგორ ძლიერდება და ხდება განსაზღვრელი იმისა თუ როგორ უკავშირდება ეს საქონელი ერთმანეთს. ხო, გაჩნდა ის წარმოებელზე უფრო კლასი, ხო, ვაჭარი გაჩნდა. აი ვაჭართა კლასმა ამ ვაჭრობისთვის ერთი მნიშვნელოვანი იყო ის შუამავალი, ვინ იყო, რა იყო, რატომ გაჩნდა და ამასთან ერთად აი ზუსტად ფულმა იმ უნივერსალური გაცვლის საშუალებამ, რომ აღარ ჭირდება იმ ვაჭარს იქ საქმის გარჩევა და პირდაპირი გაცვლა და ფიქრი იმაზე, რომ რითი გაუცვალოს მეორეს ის საქონელი, ამიტომ ის ყიდულობს რაღაცა საქონელს. იქ თქვათ, ჩამოაქვს, მერე ცვლის ამ საქმე ყიდულობს აქ იმ ფულით რაღაც საქონელს, მიაქვს იქ რაც ჭირდება. მე რაღაცა მომენტში გადავიდეთ, თქვათ, იმ პრობლემაზე, რომელიც ამ ვაჭრობამ გააჩინა დასავლეთისთვის, რასაც მე ოპიუმის ომები მოყვა, ხო? ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, როდესაც ჩვენ ლაპარაკი გვაქვს რაღაცის კეთებაზე, ყველას აქვს ეგრეთ წოდებული დანაკარგი იმისა, როდესაც მე ერთი რაღაცის კეთებას შევეშვები და მეორეს კეთებას ვიწყებ. ხო, ანუ ვაჭრობა ისევ და ისევ სპეციალიზაციასაც უკავშირდებოდა, ხო? სპეციალიზაცია მდგომარეობდა რაში? სპეციალიზაცია მდგომარეობდა პირველ იმაში, რომ ვიღაცა რაღაცას უკეთესად აკეთებდა და უღირდა იმის კეთება, მეორე ნაკლებად. მაგალითად, თქვათ, ძალიან მარტივი მაგალითი რო ავიღოთ. შეიძლება ექიმი, რომელიც პაციენტს გასინჯავს და რომელიც თქვათ საათში 400 ლარს იღებს, შეუძლია 4 პაციენტი გასინჯოს და 4 კონსულტაცია ჩაატაროს 100 ლარიანი, მას თავის ბეჭდავზე უკეთესად შეუძლია ბეჭდვაც. ანუ შეუძლია ბეჭდავი არ დაიქირავოს და დაბეჭდოს. მაგრამ ბეჭდავს ის საათში 30 ლარს უხდის, ხო? ანუ შესაბამისად, თქვა თუ ის დახარჯავს დროს იმაზე, რომ თვითონ დაბეჭდოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად სწრაფად ბეჭდავს და შეცდომების გარეშე. გამოდის, რომ 1 საათში, რომელიც ბეჭდვას დაუთმო, მან 370 ლარი დაკარგა, რომელიც შეეძლო მიეღო, თქვათ, პაციენტების მიღებით. აი, ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც იყო ეგრეთ წოდებული კონკურენტული უპირატესობა. მე ვაკეთებ იმას, რაც კარგად ვიცი.
ხო, ამიტომ თუ თქვათ ვირტუალურ მაგალითს ავიღებთ, რომ ბელგიელებმა რატო არ გააკეთეს, თქვათ, არ გაცვლა ჩამოიტანეს საქართველოში ღვინო, მაგრამ ჩამოიტანეს მანქანა, იმიტომ რომ თქვათ, ღვინის წარმოება რო დაიწყონ ბელგიელებმა, მანქანის წარმოებელი აღარ ეყოლებათ, ხო, ან ადამიანური რესურსი არ ეყოლებათ. ანუ ვინ ყველა აკეთებს იმას, რაც მას უკეთესად შეუძლია. აქედან გამომდინარე, აი ეს შედარებითი უპირატესობა გაჩნდა და კიდევ გაჩნდა ცნება, რომელსაც ქვია ალტერნატიული ღირებულება. ხო, ანუ მე რაღაცას როცა არ ვაკეთებ, რაღაცას კეთებას ვიწყებ, მაშინ რაღაცას ვკარგავ, იმიტომ რომ რაღაცა საქმიანობაზე უარი ვთქვი. ამიტომ ყველა თანამედროვე სამყაროში ცდილობს რას? საუკეთესო საქმიანობის კეთებას. რატომ? მე მირჩევნია ვთქვათ, მაღალტექნოლოგიური სამუშაო შევასრულო, ვიდრე ვთქვათ, თოხი დავიჭირო ხელში, რომელიც დაბალანაზღაურებადია და ის 1 საათი იმაში დავხარჯო. და აი აქ ვაჭრობა ზუსტად გაჩნდა როგორც მათ შორის კიდევ ერთი სპეციალისტი, ხო, ვაჭარი, რომელსაც შეეძლო ამის კეთება. და საქართველოში სხვათა შორის ჩვენი ტოლერანტობის ერთ-ერთი საძირკველი იყო ის, რომ გარკვეულწილად სტრატიფიცირებული იყო ისტორიულად ჩვენი საზოგადოება. ანუ ქართველისთვის მისაღები არ იყო დიდად ვაჭრობა. ანუ ისინი არ თვლიდნენ, რომ ის მათი საქმე იყო. იმიტომ რომ იცოდნენ, რომ თქვათ, სხვა ერების ომხები, ებრაელები ამას უკეთესად აკეთებდნენ, ხო? შესაბამისად ეს საქმე მათ ჰქონდათ გადაბარებული. მათ შორის პირდაპირი კონკურენცია არ იყო. თქვათ, ვაჭრობაზე. შესაბამისად, თქვათ, არანაირი დაპირისპირებაც არ ხდებოდა, ხო? რადგან ამ სპეციალიზაციამ გამოიწვია ის, რომ ამ ვაჭრებმა და ამ ვაჭრობას რაღაც წესები ჭირდებოდა. და ეს წესები შეიმუშავეს. და იყო ხშირად სახელმწიფოებს შორისაც რაღაცა მოლაპარაკებები. ანუ როგორც თქვათ, ოლიმპიადის დროს ომები ჩერდებოდა, ასევე იყო ხშირად ქარავანზე თავდასხმაზე შეიძლება ორი მტრულად განწყობილი სახელმწიფო ერთად დაგხსმოდა თავზე, იმიტომ რომ დაარღვია წესები. იმიტომ რომ ისინი ხვდებოდნენ, რომ თუ შენ იყაჩაღებდი, თქვათ, ქარავანზე შეიძლება ორ სახელმწიფოს, რომელსაც ერთმანეთთან სულაც არ ჰქონდათ მეგობრული დამოკიდებულება, შეიძლება სადამსჯელო ოპერაცია განეხორციელებდეს ჩვენ წინააღმდეგ. იმიტომ რაღაც წესებზე შეთავდნენ, მიხვდნენ, რომ აქედან სარგებელს იღებდნენ. ჩვენ პრინციპში საქართველოს გარკვეულწილად ვაჭრობით სარგებლობდით 3000 წლის წინათ. როდესაც თქვათ, ჩვენ ლაპარაკობთ აბრეშუმის გზაზე, ეს აბრეშუმის გზა გარკვეულწილად ზღაპარია იმ გაგებით, რომ პირდაპირ ის მთავარი გზა ჩვენზე არ გადიოდა. იმიტომ რომ ორი მარშრუტი იყო, ერთი ასე ვთქვათ, გადადიოდა სტეპებზე, ანუ რუსეთის სამხრეთით, მეორე გადადიოდა ირანი, ერაყის და სირიის და თურქეთის ტერიტორიაზე, დღევანდელი ამ ქვეყნების ტერიტორიაზე და ჩვენთან იყო ალტერნატიული გზა. თუ რომელიმე გზას თქვათ, გარკვეული მიზეზების გამო და ყველაზე ხშირად ეს იყო საომარი მოქმედებები, ან შავი ჭირი რაღაც კატასტროფული მოვლენებისთვის, მაშინ ჩდებოდა ჩვენთან ეს იყო ანუ ერთგვარი სათადარიგო მარშრუტი, ჩვენ ახლა კარგად ხედავთ, იმიტომ რომ ორი, აი მაგალითად ახალი გზა გაჩნდა, ხო, ეს არის ავია გზა ცაში. ჩვენ ახლა ხედავთ, რომ ორივე ამ მიმართულებაზე არის პრობლემა. როცა ახლა ამას ვწერთ, რუსეთისა დაკედილია, ირანისა დაკედილია და დარჩა ვიწრო გასასვლელი კავკასიის თავზე, საიდანაც მთელი აღმოსავლეთი და დასავლეთი უკავშირდება ერთმანეთს და ეს ახლა კარგად ჩანს. მაგრამ თავის დროზე, როდესაც პირდაპირ ეს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამდე, ეს ვაჭრობა წარმოიწყო კერძო ინიციატივა, ანუ გაჩნდა ვაჭართა კლასი, რომელმაც იცის გაჩნდა ბაზრების ცნება, ხო, მან იცის სად რა იწარმოება, ამ საქონლის გადატანა რა ჯდება და სად არის მოთხოვნა და რამდენად უღირს შემდეგ ამის გეკეთება. ანუ ეს დათვლა პირველად ძალიან მარტივად მოახერხეს და ადამიანი მიხვდა, ხო, რომ მას უღირს წახვიდე ესე ძალიან საშიში, იმიტომ რომ ყაჩაღებისგან კი შეიძლება რაღაც დაარღვიოს და მე პასუხი აგოს, მაგრამ იმ წუთას დაზღვეული ახლა შეიძლება იზარალოს სერიოზულად, მაგრამ სანამ სახელმწიფოებიც კი ერთმანეთში ვაჭრებდნენ და როცა დაიწყეს, ეს ხდება ამ ვაჭრების საშუალებით, რომელთაც ძალიან დიდი დიპლომატიური მათ შორის და დიდი ფუნქცია გააჩნდათ. მაშინ ძალიან ისეთი უნივერსალური ხალხი იყო, მათ იცოდნენ ენები, მათ ჰქონდათ ცოდნა, მათ ჰქონდათ წარმოდგენა და მოლაპარაკების საშუალება და ასე შემდეგ.
პრინციპში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ისტორიული გამოცდილება იმაშია, რომ მაშინვე დავიწყეთ ბრძოლა ჩვენ იმისთვის, რომ სხვებისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენი მარშრუტი კარგია, ჩვენი მარშრუტი უფრო სასარგებლოა. Ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩინეთი იმდენად კმაყოფილი იყო შედეგებით, რომელიც ვაჭრობით მიიღო, რომ მთლიანად ვაჭრობაზე გადასვლასთან ერთად ერთი უცნაური თვითონ ტრადიციის სახელი დამოვიდა და როდესაც თქვა ვიღაცა მიდიოდა ვაჭარი იქნებოდა ეს თქვა მსხვილი მოვაჭრე თუ მსხვილი სოდაგარი თუ მეორე ქვეყნის ელჩი და რაიმე საჩუქარს მიუტანდა ჩინეთის იმპერატორი მას ბევრად უფრო დიდი საჩუქრით აჯილდოებდა. ანუ ხო უცნაურია ხო თქვა ჩვენი თეთრი ადამიანის გადმოსახედიდან რომ თქვა რატოა თითქოს მონგებიანი უნდა იყოს. მონგებიანი უნდა იყოს ხო ანუ საჩუქარი მივიტანე პატარა და იმან დამაჯილდოვა ლალის ქვებით ხო არა იმიტომ რომ ჩინელები ფიქრობდნენ ზუსტად იმაზე მომავალში ეს ურთიერთობები გამოიწვევდა ბევრად უფრო დიდ მომგებიან ურთიერთობებში. ხო და თან მათთვის თავარი იყო რომ მათი დედაქალაქი და მათი იმპერატორი, სადაც იმპერატორი იყო, ეგ იყო დედაქალაქი, წარმოადგენდა ამ სამყაროს წვერვალს. ხო, მათ ჰქონდათ საუკეთესო მოდელი და თავარი იყო სწორედ საკუთრივ არა ხარკის ღირებულება, არამედ ხარკის გადახდის აქტი. რომ შენ რა მიუტანე და იმიტომ შენ მას პატივი მიაგე და დააფასე, სანაცვლოდ ის ამას აჯილდოებდა და ხო თუ ფულში გაზომავდი, ხშირად უკოსაჩუქარი მეტი იყო ხოლმე, მაგრამ სამაგოდ ეს ინარჩუნებდა სწორედ აი ამ სამყაროს არქიტექტურას. ვაჭრობის სამყაროს, რომელიც ანუ აი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გინდა რომ გაიგო აღმოსავლეთი. ხო. ანუ აბრეშუმის გზა პრინციპში მათ შექმნეს, ხო? და შემდგომში მე ასე ვთქვათ ის რაც დამანგრეველი იყო თქვათ ჩინეთის შემთხვევაში იყო რა ოპიუმის ომები ეგრეთ წოდებული ხო რატომ მოხდა იმიტომ მოხდა რომ ჩინეთი ყველაფერს ყიდიდა ევროპაზე დასავლეთზე მაგრამ მას არაფერი არ ჭირდებოდა ვერცხლის გარდა შესაბამისად მისი ასე ვთქვათ უპირატესობა გამოიხადა ჩინეთი აგროვებდა ქონებას და მათგან არაფერი არ ჭირდებოდა დასავლეთი მაშინ მხოლოდ აღემატებოდა ჩინეთს ძალისმიერი ბრძოლის ასე ვთქვათ საომარი საშუალებებში. საომარი საშუალებები ჩინეთს არ ჭირდებოდა. იმიტომ რომ იმის მოდელი ვაჭრობის მოდელზე იყო. შესაბამისად ვთქვათ მათ არც ტექნოლოგიურადაც უკეთ უფრო მაღალ დონეზე იყო. ეს ვერ აიტანეს თქვათ შემდგომში ინგლისელებმა და შესაბამისად ოპიუმის ომები ოპიუმით დაიწყეს ასე ვთქვათ ჩინეთი ამ შემთხვევაში მათთვის განხილული იყო არა უკვე როგორც წყარო რაღაც პროდუქცია, არამედ როგორც ბაზარი, რომ მათ აქვს უკვე რაღაც პროდუქტი, რაც შეუძლიათ შეუძლია. ხო, ჩინეთი რა თქმა უნდა ხვდებოდა, რომ ეს მათთვის არასასურველი პროდუქტი იყო. არც იყო უკეთესი ანუ ხო. ხო, მაგრამ ის აიძულეს სამხედრო ტექნოლოგიით და სამხედრო ძალის გამოყენებით, რომ გაეხსნა თავისი ქვეყანა უკვე როგორც ბაზარი, შეიტანეს ოპიუმი, ოპიუმის მოხმარება გაზარდეს, ამას სერიოზულად დაარტყა ჩინეთს მოსახლეობას, ანუ ხალხი გაანარკომანეს ესე ვთქვათ. ხო, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხო და ნუ პრინციპში მე სამხედრო ძალით რაც მოხდა, ხო, ძალიან უსამართლო რამე მოხდა, როდესაც თქვათ ოპიუმის ომების შედეგად ჩინეთი დააჩოქეს სამხედრო ძალით და ოფიციალურად, ანუ ოპიუმის შეტანის აკრძალვა აღიქვეს ანტიდემოკრატიულად და ამიტომ გამოუცხადეს ომი, ხო და აიძულეს მოეწერა ხელშეკრულება იმ წესებზე, რაც გადმოსულიყო იმ წესებზე დაეშვა ოპიუმის შეტანა, ასე ვთქვათ, ჩინეთში, რაც ახლა დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია, ხო, მაგრამ ნუ იყო ესეთი ისტორიული რაკურსი, რომელიც არსებობდა. ხო, ეს უკვე ჩვენ გადავალთ ალბათ იმ თხრობაზე, როცა რაც ნიშნავს იმას, რომ ვაჭრობა როგორც ესეთი, რა თქმა უნდა, ამით გამდიდრდა ყველა ქვეყანა, მაგრამ სადღაც რაღაც მომენტში მე უკვე სამხედრო ძალის გამოყენება ხდება სწორედ იმისთვის, რომ ვაჭრობაში მიიღო უპირატესი მდგომარეობა. ანუ ჩდებიან სახელმწიფოები, რომლებიც სარგებლობენ ვაჭრობით, ქონებით და შემდეგ უკვე ცდილობენ თავის წესებზე აეგოს ეს პროცესი. პრინციპში გარკვეულწილად უკვე კოლონიალიზმის ეპოქაში ჯერ პირველ რიგში დიდმა ბრიტანეთმა, ანუ ინდოეთიდან ამ ვაჭრობის სქემით თუ ჯერ პირდაპირ ძარცვით და შემდგომ ასე ვთქვათ, ვაჭრობის სქემით გაზიდა უამრავი თანხა, ანუ ის იყო
პროფიციტული ის იღებდა მოგებას თქვა და ძარცვავდა ინდოეთს ჯერ პირდაპირ ასე ვთქვათ ფიზიკურად შემდგომში უკვე ვაჭრობის წესებით. აი ამ ვაჭრობის წესების დალაგება, რომელიც გარკვეულწილად რაღაც განვითარების პირველ ეტაპებზე 1000 წლის წინ იყო ჩინეთის მიერ შედარებით ასე ვთქვათ სამართლიანი, უცებ შეიცვალა უსამართლო ვაჭრობის წესებით. მაგრამ ჩვენ წინა ეპიზოდშიც ვილაპარაკეთ და ამ ეპიზოდების ასე ვთქვათ გამყოლი იქნება ეს, რომ რეალური კონკურენცია, რომელიც იყო და გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმდენად გაძლიერდა სოციალისტური ბანაკი და რევოლუციური შიშები იმდენად მოქმედებდა დასავლურ სამყაროზე, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ იმ ახალ სამყაროში რაღაცა თამაშის წესები ჩამოეყალიბებინათ. და ამ თამაშის წესებში შედიოდა თუნდაც თავისი მოკავშირეების და სხვა მოთამაშეების გაძლიერება. და ამ დროს ჩამოყალიბდა ზუსტად აი ეს ბრეტონ ვუდსის სისტემა. რაც მთავარია, თვითონ ბრეტონ ვუდსი იყო ძალიან კარგი სისტემა, იმ გაგებით, რომ მართლა თავისუფალი ვაჭრობა ჩამოაყალიბა. მანამდე ყველა ერთმანეთს ბაჟს ადებდა, აი ზუსტად ისე, თითქმის ისე, როგორც თქვა დღეს ტრამპი იქცევა, სავაჭრო ომები ქონდა. შემდგომში მიხვდნენ, რომ იმ ეკონომიკის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის გასაუმჯობესებლად რაღაცა წესები უნდა შემოიღონ და აი ბრეტონში დაიწყო სისტემა, რომელიც იყო ვაჭრობა გაძლიერებული, მაგრამ ჯერ კიდევ პროტექციონისტული უფლებები იყო. რატომ? იმიტომ რომ არ იყო, თქვათ, აგრესიული ეს ვაჭრობა. რაღაცა წესები არსებობდა, რომლითაც, თქვათ, მულტინაციონალურ კომპანიებს არ შეეძლოთ პირდაპირ შევარდნა და დაპყრობა იმ ქვეყნის. რატომ? იმიტომ რომ ამოცანაც ასეთი იყო. ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკა იყო დანგრეული, ხო? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იმის ფეხზე წამოსაყენებლად ხდებოდა ეს. ამიტომ თან კეინსის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება მაკროეკონომიკისადმი აბსოლუტურად განსხვავდებოდა შემდგომ ნეოლიბერალური მიდგომებისგან. და კეინსი ცდილობდა, რომ ამერიკაც ამ სისტემაში ყოფილიყო. მაგრამ ამერიკა თავისი უპირატესობა ჰქონდა ბრეტონ ვუდსის დროს. ფოლქროს მარაგები ძირითადად ამერიკაში იყო. ანუ გერმანიის იყო თუ სხვა ქვეყნების, ანუ ომის დასასრულს 2/3 იყო მის სარდაფებში. შესაბამისად, ამერიკის ეკონომიკა და გამარჯვებული ამერიკა გამოვიდა პირველში, ამიტომ ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავისთვის სასარგებლო პირობები მიეღო, თუმცა გარკვეულწილად 25 წლის განმავლობაში, 25-30 წლის განმავლობაში ამ ბრეტონ ვუდსის სისტემამ ჩამოაყალიბა არა მარტო მსოფლიო წესრიგი, როგორც თქვათ, იალტის კონფერენციის, ხო, პოსტ-იალტა. ასევე თქვათ, ბრეტონ ვუდსმა ჩამოაყალიბა ეკონომიკური საფუძველი. აი ამ ეკონომიკური საფუძველიდან ზგამო ასევე ოქროს ხანა. რატომ? იმიტომ რომ რაღაცა წესები ჩამოყალიბდა, რომელ წესებსაც ამ საერთაშორისო წესებს თითქმის ყველა ქვეყანა ემორჩილებოდა. და შესაბამისად, რადგან შეთანხმება ყველაზე ძლიერ ქვეყნებს შორის იყო, ასე თუ ისე სამართლიანი, შესაბამისად პატარა ქვეყნები გავლენას ვერ ახდენ. ამ შეთანხმებამ ასე ვთქვათ, ამოიყვანა ევროპა ნანგრევებიდან, ამან გააძლიერა იაპონია, ამან ასე ვთქვათ, გააჩინა ის ეკონომიკური სასწაული, რომელსაც სამხრეთ კორეა ჰქვია. და შექმნა აზიური ვეფხვები. და საბჭოთა ბანაკი თუ არის აქ შეერთებული? საბჭოთა ბანაკი მაინც ასე ვთქვათ, ხო უწევს მათთან ვაჭრობას. უწევს რაღაცა ურთიერთობა, მაგრამ ის არ არის ამის ნაწილი, ხო? იმ გაგებით, რომ ვთქვათ, წესებს იცავს, უფრო მსოფლიო წესრიგის მონაწილეა, ვიდრე ვთქვათ, ეკონომიკური მონაწილე მოთამაშე. მაგრამ შემდგომში გარკვეულწილად მაინც არის ჩართული, მით უმეტეს ვთქვათ, ენერგეტიკული პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით, ხო, მაშინვე დაიწყო. შესაბამისად, კორეა 60-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო. და აწარმოებდა ბრინჯს, ხო? შემდეგ ვთქვათ,
უკვე სადღაც 10-15 წელიწადში გადავიდა კომპიუტერების წარმოებაზე და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური გიგანტი. აი დღეს მაგალითად ხო ძალიან ძნელია ასეთი რა. ანუ იმიტომ რომ აღარ არსებობს ასეთი წესი. ხო, იმ 70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თქვათ ჩინეთის დღევანდელი სიძლიერეც ის გაქცევაა, რომელიც თქვათ ამერიკელებმა ვერ დაუშვეს ის, რომ ჩინეთი ასე გაძლიერდებოდა და უნდოდა თქვათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგში გამოყენება, როგორც თქვათ საწინააღმდეგოდ, მის საწინააღმდეგოდ, როგორც დამაბალანსებელი და შესაბამისად გააძლიერეს. ეს ეპიზოდი რო შევაჯამოთ, რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საბჭოთა სისტემასთან, იმიტომ რომ ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკას რაღაც მოკლევადიანი ეფექტი გააჩნია, ანუ რესურსების ოპტიმიზაციას აკეთებს და თავისუფალი ბაზრის გარეშეც პირდაპირ იღებს, ვთქვათ, გადაწყვეტებს და რაღაც ეფექტი ამას გააჩნია. სწორედ აი ამის შიშით რო ადამიანებს ეს უფრო მომხიბლავი იქნებოდა თქოს, იმიტომ რომ მეურად მეტი სტაბილურობას ასხივებს. დაიწყო თავისუფალი ბაზრის უპირატესობების ჩვენება, მართლა თავისუფალი ბაზრი, თქო, ყველა ქვეყანას, რაც ჰქონდა უპირატესობა, მისი დახმარება, წახალისება, რამაც გამოიწვია, იყვნენ თქვა ჩათვალეს და მათი წარდგენა. რამაც განაპირობა ეკონომიკის ზრდა და ბუნებრივია ეს მოდიოდა ამერიკიდან, როგორც თავარი კაპიტალისტური ქვეყნიდან იმისათვის, რომ მას თავისი ბანაკი გაეძლიერებინა და ჩვენ მივიღეთ ეს ეკონომიკური ზრდა. შემდეგ ამას დაემატა ტექნოლოგიები, ამ ტექნოლოგიების დანერგვა ეკონომიკაში, სადაც ჩამორჩა საბჭოთა კავშირი და ჩვენ მივიღეთ, რომელსაც ალბათ შემდეგ ეპიზოდებში მოგვიწევს ლაპარაკი, ჩვენ მივიღეთ ჩინეთი როგორც ჰიბრიდი აი ამ ორივე სისტემის, ხო? საბჭოთა სისტემისაც როგორც მართლობის და ეკონომიკური სისტემისაც როგორც დასავლური ფენომენის. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რა არის, რომ თქვათ იაპონელები და ამერიკელები მაგალითად სამხრეთ კორეას ამ ეტაპზე, მაშინ იმ ეტაპზე არ აღიქვავდნენ როგორც კონკურენტს. შესაბამისად პატენტებს ადვილად აძლევდნენ, მათ ტექნოლოგიების განვითარებას ხელს უწყობდნენ. ანუ არ ეჯერათ, რომ თქვათ ისინი დაეწეოდნენ და გადაუსწრებდნენ და ასე სწრაფად განვითარდებოდნენ. ანუ ეს მოდით ასე ვთქვათ, გაქცევა იმის გამო კი არ მოხდა, რომ გინდა თუ არა უნდათ რომ უკეთესები არ ეჯერათ, რომ ასე სწრაფად მოხდებოდა. ანუ ამერიკას უნდოდა რა თქმა უნდა, რომ მოკავშირე ყოფილიყო, მისი მოკავშირე იაპონია ყოფილიყო. ძლიერი, მაგრამ არც ასეთი ძლიერი არ უნდოდა, რომელსაც პრინციპში 80-იან წლებში მოუჭირა, ასე ვთქვათ, ხელი და უამრავი ეკონომიკური ბერკეტებით ის სასწაული გაანადგურა. ხო, ეხლა ჩვენ პრაქტიკულად ჩინეთის მაგალითზე იგივეს ვხედავთ, ეს გაქცევა იგივენაირად მოხდა. ჩვენ ვხედავთ უკვე აზიურ ჩინურ სასწაულს, ხო, რამდენი მშენებლობის მხრივ, ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, თან ეს ემთხვევა აი ახალ ინდუსტრიული რევოლუციის ტალღას, როდესაც ხელოვნური ინტელექტი თუ რაღაც რობოტების შექმნა, ჰუმანოიდი რობოტების ახალ ეტაპზე გადადის და ეს ყოველთვის ახასიათებს ხოლმე ამ გადასვლას. მაგრამ ამან გააძლიერა ეს ჩინეთი, რა დღეს ის მივიღეთ. მაგრამ რაც შეეხება წესებს, რომელიც იცვლება, რომელსაც ძლიერი წერს, რომელიც მის სასარგებლოდ არის დაწერილი, მაგრამ აი წესებია და ყველა ამას იყენებს. აქ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც შეიქმნა WTO, ანუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, იმ ქვეყნებს, დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც უკვე კარგად განვითარებული, მაღალ განვითარებული იყვნენ, ძალიან საინტერესო იყო თვითონ ამ დოკუმენტების შექმნის და ხელმოწერის პროცესი. დაახლოებით 80-100 ექსპერტი მუშაობდა დასავლეთის მხრიდან და 2-3 კაცს, ასე ვთქვათ, ხელმოსაწერად სასწრაფოდ აძლევდნენ დაბალ განვითარებულ ქვეყნებს, რომ და არც ექსპერტიზა ჰქონდა და არც ექსპერტების რაოდენობა, ანუ ვერ ასწრებდნენ ისინი თუ რა იყო ამ დოკუმენტებში, ხელმოწერილ დოკუმენტებში ჩადებული, ხო? ამასთან ერთად ბრეტონ ვუდსში მე რომელიმე ეპიზოდში კიდევ ამას უფრო გავშლით. ბრეტონ ვუდსის სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ უკვე 70-იან წლებში, როდესაც მისი მოშლა დაიწყო, ამ სისტემას კიდევ ერთი რამე უწყობდა ხელს, ხო? ოქრო. ანუ ოქროს სტანდარტი არსებობდა, ანუ დოლარს მიიტანდი გაცვლილი ოქროში, შესაბამისად ის გამყარებული იყო დოლარით და შესაბამისად არ შეეძლოთ გამოეყენებინათ დოლარი როგორც იარაღი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ თავის დროს.
რა მოხდა? ჩვენ დღეს მაგალითად თქვათ სამწუხაროდ ვართ იმ ჯაჭვში, რომელიც პოსტბრეტონ უცულია, ხო? ანუ ჩვენ ძირითადად რაღაცა ნელ-ნეულს ყიდით და მაგალითად ყიდულობთ უკან მზა პროდუქტს, ხო? ანუ დამატებითი ღირებულება იქნება სადღაც სხვაგან და ჩვენ უბრალოდ ვიხდით ამას. აი ძალიან მარტივი მაგალითია, რომ ჩვენი ღვინო თქვათ, გარკვეულწილად ცუდ სეგმენტში არ არის, მაგრამ არ არის განსაკუთრებული და პრემიალურში, ჩვენი რაოდენობიდან გამომდინარე არ გვაწყობს დიდად, მაგრამ არ არის წამგებიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდ გავლენას ეკონომიკაზე არ ახდენს. ხო, მაგალითად ტურიზმი ხო ბევრად უფრო დიდი მოცულობის ეკონომიკაა ჩვენთან, ვიდრე ვთქვათ ღვინის ინდუსტრია, ხო დღეს. ამასთან ერთად, აი ყველაზე კარგი მაგალითი არის თხილი. ხო, აი ამ სპეციალიზაციამ და არ შეშვებამ და რაღაცა ბაზრების ჩვენ განუვითარებლობამ მივიღეთ ის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ ყიდით თხილს. ანუ ერთ-ერთი სერიოზული მწარმოებელი ვართ, თურქებს თუ გამოვაკლებთ. ხო, იმიტომ რომ ისინი 75% ისინი აწარმოებენ. თუმცა თხილიც სეზონურია და თურქეთში მაგრამ ნუტელას ყიდულობთ. დამხმარე. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ჩვენ ვაწვდით თხილს, ჩვენ ვაწვდით მორს და ავეჯს ყიდულობთ. ხო, ნუტელას აწარმოებს Ferrero, რომელიც იმხელა მონოპოლისტია და ისე იმხელა ბაზარი უჭირავს, რომ ის პრაქტიკულად ფლობს უკვე იმპლანტაციებს და ცხადია რომ თურქეთს ვერც ზომით და ვერც ხარისხით ვერ ედრები, მაგრამ ის ამინძია დამოკიდებული, როცა ცუდი მოსავალია, ქართულ თხილის ფასი იწევს. კი, მაგრამ უყურეთ, აი ერთი მომენტია, რაშიც მე შეიძლება მომავალ ეპიზოდებშიც მივაქციოთ მაგას ყურადღება, იმიტომ რომ შეიძლება სულ იყოს ამ ჩვენ პოდკასტზე კრიტიკა, რომ რაღაც მემარცხენეობისკენ ხო არ მიდიხართ და ანტიკაპიტალისტური ხო. არა, აქ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ის რაც ხდება, უნდა ამაში დავინახოთ ის ადამიანური, ის ეგოისტური რაღაცები, რომელიც არცად არ გაქრება არასოდეს, ხო? და შესაბამისად, იმაზე უნდა ავაწყოთ ის ჩვენი შეზღუდვები. და ეს შეზღუდვა რა არის? აი თურქეთის შემთხვევაში, თურქეთი არის იმდენად მნიშვნელოვანია თურქეთისთვის თხილის ინდუსტრია, რომ თურქეთის სახელმწიფოს აქვს სპეციალური საცავები იმისათვის, რომ ფასი არ დავარდეს. თუ არის ჭარბწარმოება, ამ საცავებში ყიდულობს და ინახავს იმ პერიოდისთვის, რომ მერე, ასე ვთქვათ, ფასების ფლუქტუაცია არ მოხდეს და ზეგავლენა არ დაკარგოს, ხო? ხო, ძველი ბიბლიური მეთოდია, რაც იოსებმა გამოიყენა ეგვიპტეში, ხო, ჭარბს ინახავდა, როცა დეფიციტი გაქვს, ხსნი მარაგებს. მაგრამ აქ სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, იმიტომ რომ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ფერმერების კეთილდღეობა, რომ ამას აკეთებს. ხო, ერევა იქ. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ეგ იყო. ანუ ჩვენთვის, ჩვენ არ შეგვიძლია, რადგანაც არ შეგვიძლია რაღაცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის გამო ბევრი პროტექციონისტური მეთოდების გამოყენება, ამიტომ უნდა ვეცოდოთ ისეთი ტექნოლოგიები, ისეთი დარგები განვავითაროთ, სადაც დამატებითი ღირებულება მეტი შეიქმნება და ამ ჯაჭვში დამატებითი ღირებულება უფრო მეტი დარჩება აქვს. აი ხა წლების წინ დაახლოებით 15 წლის წინ ჩართული ვიყავი პროექტში, მსოფლიო ბანკის პროექტში, რომელიც პირველი პროექტი კახეთის რეგიონული განვითარება ტურიზმზე. ანუ ინტერესი რაში იყო, რომ ტურისტი ჩამოდის თბილისში, ჩამოდის საქართველოში, მაგრამ თბილისი იქით ვერცად ვერ მიდის. ანუ რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში, თქვათ 2-3 დღის განმავლობაში რჩება, ნახულობს თბილისს და თუ ერთდღიან ტურებში წავა სადმე, მეტი ვერცად ვერ მიდის. მაგრამ მარშრუტების განვითარება მოგცა საშუალება, რომ იმ ტურისტმა მეტი დრო დაყოს საქართველოში, მეტი დრო დაყოს იქ, მოიტანა ის, რომ ამ ადამიანს დაჭირდა მეტი დღე იმისათვის, რომ საქართველო მოენახულებინა. და მეტი დახარჯა ავტომატურად, ხო, ანუ მეტი დარჩა. ხო, ანუ ერთდღიანი სიღნაღი ნიშნავდა თბილისიდან სიღნაღში ჩახვალ და ჩამოდი. დაბრუნდები, მაგრამ უკვე თუ წახვედი იქით ლაგოდეხის ნაკრძალში, თუ წახვედი, ცოტა გაცდი და ერთ დღე სადღაც უნდა გაჩერდე, ეს უკვე ერთ დღეს უმატებს. თელავში თუ უნდა გაჩერდე, იქ უნდა წახვიდე, გასაჩერებელი გაქვს მეტი სანახავი. ანუ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ვითვლიდით და მე ფინანსურ ნაწილზე ვიყავი, ზუსტ ფინანსურ ეკონომიკურ ნაწილზე.
ჩემი დაშვებები საკმაოდ ჩემი აზრით საკმაოდ კონსერვატული იყო. მაგრამ ნუ ყველას უკვირდა რომ ძალიან გადაჭარბებულია რა და რეალურად როდესაც ჩვენ თვლიდით რომ იქ მივიღებდით მაგალითად 15-20%-იან უკუგების კოეფიციენტს 30-40 გამოვიდა. ანუ ბევრად უკეთეს და ბევრად უფრო ოპტიმისტური გამოდგა რეალობა ვიდრე თქვა სცენარი. ანუ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ შევქმნათ რაღაცეები ისეთი ამ ვაჭრობაში, რითაც ჩვენ უკეთეს პოზიციაში დავიყენებთ თავს. ანუ ჩვენ კი არ უნდა გავყიდოთ ნელეული, ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ თქვა ავტომატურად რაღაც დაბალფასიანი მომსახურების ან დაბალფასიანი მუშახელის მიმწოდებლები, არამედ მეტი დამატებითი ღირებულება, ანუ მაღალ ტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფა, ტურიზმი. ანუ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ნებისმიერი ჯაჭვიდან მივიღოთ რაც შეიძლება მეტი მოგი. ხო, გასაგებია. და ბოლო პროდუქტ, უფრო მზა პროდუქტზე დავიდეთ. მაგრამ აი წესების დაწერა, რატომ? იმიტომ რომ წესები დაწერეს იმან. ვინც უფრო ძლიერი იყო, ანუ იმას არანაირი სურვილი არ აქვს რომ შენც მასავით გაძლიერდე. ამიტომ შენ უნდა ეცადო რომ მაქსიმალურად ხო, რა თქმა უნდა, ანუ ფაქტობრივად ჩემი მოქმედების არეალი არის ის ზღვარი, სადამდე ჩვენ გაძლევს ძლიერი განვითარების საშუალებას, რომ იმის რომ მეტი პრობლემაა, სხვა პრობლემა არ წარმოქმნა, თორე ის რომ მას არ უნდა რომ ვინმე თავისნაირი ძლიერი იყოს, ამის მაგალითებს ახლა ჩვენ ვხედავთ, ხო და როგორ და ეს უნივერსალიზმის პრინციპიც მუშაობს. ნუ ადამიანი ეგოისტია მარტივად ხო და სახელმწიფოც აღმოჩნდა ეგ. სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება. ანუ ბულგარეთი არის კლასიკური მაგალითი, როდესაც ევროკავშირში შევიდა, ვენახების დიდი ნაწილი გააჩეხინეს. ხო, იმიტომ რომ ის აღარჯდებოდა მთლიანად, ხო, პოლონელებს რაღაცა ასე ვთქვათ, კვოტა დაუწესეს იმაზე, რომ ის საფრანგეთს თუ ჰოლანდიას უტევდა. თუ გინდა ის ევროპული იმ ტიპის კეთილდღეობა, მაშინ ხდება რაღაც უნივერსალიზაცია. მოკლედ ვაჭრობის ეგ მდგენელი აბსოლუტურად გასაგებია ქვეყნების დაინტერესება რომ განავითარონ ესა თუ ის საწარმოო რგოლი, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურება მთავარს, ეკონომიკურ ზრდას, რაც დაინტერესებული არიან ქვეყნები, რომ გამდიდრდნენ. და ეკონომიკურ ზრდაზე, მის გამომწვევ ფაქტორებზე ვილაპარაკებთ უკვე შემდეგ ეპიზოდში.